მოგესალმებით, ვაგრძელებთ სპექტაკლების განხილვის ციკლს სპექტაკლის შემდეგ. ეს პროექტი დაფინანსებულია კულტურის სამინისტროს მიერ და ხორციელდება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხელშეწყობით. ჩვენ სივრცეს გვითმობს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, რისთვისაც მადლობას ვუხდი თეატრის ხელმძღვანელობას. საუბრობთ სპექტაკლებზე, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა, მათ შორის რეგიონებში. ამჯერად ჩვენი ყურადღება შევაჩერეთ ზუგდიდის თეატრის სპექტაკლზე. ეს არის მერი შელის ფრანკენშტაინი, რომელიც დადგა საბა ასლამაზიშვილმა, თარგმანი ეკუთვნის სანდრო კახათელიძეს, ხოლო ინსცენირება და ტექსტზე იმუშავა მანანა ანთაძემ. წარმოგიდგენთ დღევანდელ სტუმრებს, ჩემს კოლეგებს, ანანო მირიანაშვილს და გოგი ყაჯრიშვილს. მადლობა, რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს ვლოგში და მოდით ვისაუბროთ ამ სპექტაკლის ღირსებებზე და სისუსტეებზე. იძლევა ყოველ შემთხვევაში ეს სპექტაკლი ამის შესაძლებლობას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პრობლემა, რომელიც წამოჭრა საბა ასლამაზიშვილმა ამ შემთხვევაში როგორც რეჟისორმა. ანანო, მაინტერესებს შენი აზრი და შთაბეჭდილება ამ სპექტაკლზე. ცალსახად დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა ამ სპექტაკლზე და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდა რეჟისორები აკეთებენ ესეთ კოლაბორაციებს. საბა ასლამაზიშვილი არის ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მაგრამ მან დადგა ამჯერად ზუგდიდის თეატრში, ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დადგა ახლა ვიხილეთ სწორედ პრემიერა ოზურგეთის თეატრში და მე ვფიქრობ, რომ მათთვის როგორც რეჟისორებისთვის ასეთი პროექტები აუცილებელია იმისთვის, რომ გაიზარდონ როგორც შემოქმედები და რეგიონული თეატრების დასებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მრავალფეროვან სხვადასხვა სტილის რეჟისორთან მუშაობა და ვფიქრობ, რომ ეს ზუგდიდის თეატრის დასისთვის ერთ-ერთი ძალიან კარგი გამოცდილება იყო. სპექტაკლის შესახებ პირველი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ძალიან ბევრი საინტერესო კარგი სარეჟისორო ჩანაფიქრი იყო განსაკუთრებით სპექტაკლის პირველ ნაწილში, თუმცა ვფიქრობ, რომ ზოგიერთი მათგანის მეტად დამუშავება, განვითარება შეიძლებოდა კიდევ და რატომღაც მგონია, რომ საამისოდ დასდა სადადგმო ჯგუფს არ იყო დრო, რადგან ვიცით, რომ საკმაოდ ხანმოკლე სარეპეტიციო პროცესი ჰქონდათ. ზოგადად მერი შელის რომანი არის არაერთხელ გადაღებული, დადგმული, მიუზიკლად ქცეულიც კი, ასე რომ მისი დადგმა რეჟისორისთვის ერთგვარი განაცხადია, რომ რატომ ასეთი ნაწარმოები. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ნაწარმოებს კი ქვია და სპექტაკლს ქვია ფრანკენშტაინი, მაგრამ მაინც მისი მთავარი პერსონაჟი არ არის დოქტორი ფრანკენშტაინი, არამედ არის ქმნილება, რომელსაც ის ქმნის. და სწორედ მაყურებელი უფრო მეტად უყურებს მისი ევოლუციის, მისი განვითარების თუ ერთგვარი დეგრადაციის გზასაც კი და უფრო ნაკლებად არის გამოკვეთილი თვითონ დოქტორი ფრანკენშტაინის ხაზი. შესაძლოა, რა თქმა უნდა, მსახიობის გიგა აბულაძის დიდი ღირსება არ უნდა აღიაროს. და დამსახურება, იმიტომ რომ მსახიობმა იმდენად კარგად მოდი ასე ვთქვათ, შეასრულა თავისი როლი და ამოცანა, რომ ის იქცა მთავარ გმირად და არ არის უკანა პლანზე გადასული. თემას რო არ გავცდეთ, ჯერ ამ თემაზე ფაქტობრივად არ ლაპარაკობს, ხო, ქართული თეატრი იშვიათად, ძალიან იშვიათად, რაზე არის საუბარი მაყურებელმაც იცოდეს, ჩვენმა მაყურებელმა მეცნიერი, რომელიც ქმნის ქმნილებას და ეს ქმნილება უპირისპირდება არა მარტო მეცნიერს, არამედ იმ საზოგადოებას და როგორ არიღებს საზოგადოება განსხვავებულ არსებას, მოსტრად ქცეულ არსებას, რომელსაც შეუძლია იყოს კეთილშობილი, თუ მასთან არ შეხვალ კონფლიქტში. იმიტომ რომ ამის მაგალითი ვნახეთ ამავე სპექტაკლში. იმაში დევს ეს მარცვალი, ეს აგვანახა რეჟისორმა. კი, და ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მეცნიერი ყოველთვის უნდა იყოს ფრთხილად, გამომგონებელი და აუცილებლად გათვალოს მე რო წამოვედი ზუგდიდიდან, ყველაზე მეტად ეს განცდა დამრჩა, რომ არ უნდა ჩავიდინოთ ისეთი საქციელი, რომელსაც წინასწარ არ გავთვლით, რა შედეგი მოყვება მას. ჩემთვის სპექტაკლი იყო ეს, თუმცა ვიცი, რომ თქვენთვის შეიძლება სხვა პრობლემები უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო. გოგი, არის ეს ასე თუ არა?
ანუ შენ რა დაგჭა ამ სპექტაკლიდან რა გამოყვა რაზეა ეს სპექტაკლი მოგესალმებით პირველ რიგში მინდა ვთქვა დასაწყისში რომ საბას ასამაზიშვილის შემოქმედება ჩემთვის საინტერესოა იმდენად რამდენადაც ეს არის რეჟისორი რომელიც ძალიან სხვადასხვა ტიპის ნაწარმოებებს სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ სხვა პრობლემების ასახვისთვის ირჩევს თავის შემოქმედებაში და ისეთ სპექტაკლებს განახორციელებს, რომლებიც მაგალითად ზოგიერთ ქართულ თეატრში საერთოდ დადგმულა, თუნდაც მაგალითად იგივე ფრანკენშტაინი რო ვთქვით, ეხლა ის საერთოდ ჰოფმანის ზღაპარზე მუშაობს და ეს არის საინტერესოა, რომ ეს ადამიანი ახალგაზრდა არ მიყვება რაღაც ჩვეულებრივი ტრადიციულ გზას და ხო მარტო დიაშვილის მაგრამ ამ დროს აი ეს ბოლო დროის მისი ეს მცდელობები ძალიან საინტერესოა, რომ თავის თავზეც მუშაობს და ფიქრობს რაღაც ახალზე, რომელიც შეიძლება მაყურებელს შესთავაზოს ეს მთავარი. რაც შეეხება ფრანკენშტაინის თემას, ეს თემა ძალიან ძველია, იმდენად ძველია, რომ აი 19-18 საუკუნის ბოლოს და 19 საუკუნის დასაწყისში პრობლემა ადამიანის ისიგი ადამიანის შექმნის ან ადამიანის მსგავსი ტიპის შექმნის ამბავი ძალიან სერიოზულად იყო ამ საუკუნეების მიჯნაზე და სწორედ ეს ფრანკენშტაინიც ერთ-ერთი ის მაგალითია რომელიც აი ამ მეცნიერების ალქიმიის განვითარების შედეგად გახდა ძალიან აქტუალური რატომ? იმიტომ რომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს ჩარეულიყვნენ თვითონ ასე ვთქვათ, ასე თეორიაც კი არსებობს, რომ ღმერთის წინააღმდეგ დაიწყეს მათ მოძრაობა, იმიტომ რომ თუ ღმერთი იყო და ღმერთი ადამიანმაც მოინდომა ღმერთისავით, ღმერთივით, მასაც შეექმნა ასეთი ცოცხალ არსებები. ეს არ არის მარია შელის შემთხვევაში პირველი, ჩვენ გვახსოვს კიდევაც იყო ასეთი ფილმი დოქტორ კალიარის კაბინეტი, სადაც ზუსტად იგივე თემა იყო წამოჭრილი, სწორედ იქაც ასეთი ადამიანის შექმნის შესახებ. ასევე იგივე თემა აქვს მაგალითად თომას მანს თავის რომანში და ასევე იგივე თემა აქვს გოეთეს ფაუსტში და ასე შემდეგ. ეს არის თემები, რომლებიც იმ პერიოდში ძალიან აქტიური იყო ხოლმე და დღევანდელი გადმოსახედიდან რაც როდესაც აი ამ სპექტაკლს უყურებ, აქ წინა პლანზე წამოწეული არა ის, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პირველი სცენა სწორედ ისეთი ადამიანის დაბადების პირველი სცენაა, რომელიც ასე ვთქვათ ყუთში, გამჭვირვალე ყუთში კოლბაში იბადება ადამიანი, თითქოს რაღაც ადამიანის შექმნის იმიტაციაა თითქოს ადამიანის ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის, იმიტომ რომ ეს გიგა აბულაძე, რომელიც ეკედან გამოდის, ის სულიად შიშველია და ისეთივეა, როგორც ადამი შეიძლება ყოფილიყო მაშინ, როდესაც იგი ღმერთმა შექმნა. ეგ ერთი და აქ მთავარი თემა კიდევ არის ის, რომელიც დაპირისპირება თვითონ ქმნილებასა და მის შემქმნელს შორის. და აი ამ დაპირისპირებაში რაც ყველაზე საინტერესოა, იმარჯვებს ქმნილება და მარცხდება მისი შემქმნელი, ანუ ფრანკენშტაინი. და თუ სიუჟეტს გავყვებით, ჩვენ მივაქცევთ თავს ყურადღებას, რომ ის შეცდომები და ის საქციელი, რომელიც ქმნილებამ ჩაიდინა, გაცილებით სუსტია იმასთან შედარებით, რაც ჩაიდინა ფრანკენშტაინმა. ანუ მთლიანობაში შთაბეჭდილება კი გექნება, რომ მიუხედავად ისეთ თითქოს მან მონსტრი შექმნა, მაგრამ ის მონსტრი მაინც იმ მონსტრს უფრო მეტი ადამიანური ეთვისებები აღმოაჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ ის დაპირისპირება შედის საზოგადოებასთან და რაღაც პერიოდში ცდილობს, რომ დანაშაული ჩაიდინოს, ყველაზე დამნაშავე მაინც აი ამ სპექტაკლის მიხედვით, თუნდაც არის მაინც ფრანკენშტაინი, რომელმაც არა მარტო დანაშაული ჩაიდინა იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნა ასეთი ტიპის ადამიანი, არამედ საკუთარი მეუღლეც კი
საკუთარი მეუღლეც კი დაუთმო, ასე ვთქვათ, ფრანკენშტეინს იმისათვის, რომ წარმატებული ყოფილიყო თვითონ როგორც მეცნიერი. პრინციპში რეჟისორს ძალიან საინტერესოდ აქვს ნაჩვენები, ეს ერთგვარი ბიბლიური თემები ჩადებული, ოღონდ ძალიან არაპლაკატურად და არაპირდაპირ ეს ტექსტშიც არის, მაგრამ რეჟისორის დამსახურება არის ის, რომ მან ეს გამოკვეთა ჯერ პირველ რიგში დაგეთანხმები ეს ქმნილებისა და მისი შემქმნელის დაპირისპირება და ურთიერთობა. მერე აი ამ ქმნილების განვითარების გზაზე ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივად 10 მცნებიდან თითქმის ყველას, ხო? იქ არის მრუშობა, იქ არის მშობლის მიმართ უპატივცემულობა, საკუთარი თავის გაკერპება, ეგოიზმი, მკვლელობა, ხო? აი ესენი პატარ-პატარა იგავების სახით თითქოს სულ დევს ეს პატარა მესიჯები. და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის უმიზეზოდ გაკეთებული. ასევე მეც ასე მგონია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს არაჩვეულებრივი მხატვრობა ამ სპექტაკლის. გიორგი უსტიაშვილი გახლავთ რომელიც ყოველთვის ზედმიწევნით არაჩვეულებრივად ასრულებს თავის დაკისრებულ მოვალეობას. მხატვარი ყოველთვის ეს მხატვარი აკეთებს ძალიან ფუნქციურ, ძალიან ისეთ აკადემიურ დეკორაციასაც და ამავდროულად ავანგარდულს, თანამედროვეს. ნამდვილად და მინიმალისტურს რასაკვირველია, იმიტომ რომ ხა ამ შემთხვევაში სცენაზე ჩვენ არაფერი არ აქვს გარდა სიბნელისა თითქოს და იმ რაღაცა უშველებელი კონსტრუქციისა, რომელიც დგას და ის სახლი, რომელიც კი არის დასაწყისში, მაგრამ ის მეორე სცენაში უკვე დაიწვება კიდევაც. ასევე დიდი შავი შირმების მეშვეობით ზოგჯერ კეტავს ის სცენას და თუ დააკვირდებით სპექტაკლის დასაწყისში სცენა უფრო გახსნილია და მე თანდათანობით ეს ყველაფერი ვიწროვდება, იკეტება. გადაიქცევა ბოლოსკენ გადაიქცევა, ასე ვთქვათ, რაღაც სარეცელად. ბოლოს სცენაზე უკვე შარი სარეცელი, სადაც უკვე აი ამ სარეცელზე განისვენებს ჯერ ფრანკენშტეინის ცოლი და მე ის მიცვალებულების სხეულები, რომლებიც ფრანკენშტეინს სჭირდება სწორედ აი ამ ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ეს ბოლოსკენ ეს უკვე სცენაზე არაფერი აღარ არის ამ სარეცელის გარდა. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფუნქციურია ეს დეკორაცია, ამავდროულად არის აბსტრაქტული. ანუ რაღაც აბსტრაქცია იძენს სხვადასხვა ფუნქციას, ხო? ხან ქალაქის მოედანზე ხდება თითქოს მოქმედება, ხან სახლში ხდება, ხან ქუჩაში ხდება, ხან ლაბორატორიაში. და ხან ლაბორატორიაში. ანუ თითქოს არაფერი არ იცვლება სცენაზე, მაგრამ განწყობა იმდენად შექმნილია რეჟისორის, მსახიობების და სცენოგრაფის მიერ და ამას ემატება კიდე კონსტანტინე ეჯიბაშვილის ორიგინალური მუსიკა. საერთოდ საბა ბოლო პერიოდი მუშაობს სწორედ ამ ჯგუფთან. გიორგი უსტიაშვილთან სცენოგრაფიაზე და მუშაობს კონსტანტინე ეჯიბაშვილთან მუსიკაზე. ვისაუბროთ მსახიობებზე. ბოლო პერიოდში ზუგდიდის თეატრი, სხვადასხვა რეგიონის სხვა თეატრებიც ახლა ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ზუგდიდი გამოირჩევა აქტიურობით, მაგრამ აი ეს ახალგაზრდა რეჟისორები, რომლებიც ჩავიდნენ რეგიონებში, მუშაობენ ძალიან საინტერესოდ, უშვებენ სხვა რეჟისორებს თეატრებში დგამენ და ზუგდიდი ამის კარგი მაგალითია, თუნდაც რა კი ზუგდიდზე ვლაპარაკობთ ახლა და მოდის ახალი თაობა მსახიობების თეატრში, ხო? კაშია მიიღო რამდენიმე ახალგაზრდა მსახიობი და ჩვენ ამ სპექტაკლში ვნახეთ ფაქტობრივად ორი ახალგაზრდა მსახიობი, ახალი მსახიობი, რომლებმაც დაიწყეს ზუგდიდის თეატრთან თანამშრომლობა, ეს არის დოქტორის როლის შემსრულებელი, ფრანკენშტეინის როლის შემსრულებელი ნოდარ მელაძე და გიგა აბულაძე, რომლისთვისაც ეს არ არის პირველი როლი ზუგდიდის თეატრში, რომელიც ამ მონსტრს არსების პერსონაჟს განასახიერებს და აი ეს შესვლა ამ დასში ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო არის. აი თქვენი აზრი მაინტერესებს მსახიობებზე, მათ მიერ შექმნილ პერსონაჟებზე. მე ვფიქრობ, რომ ორივე ამ ახალგაზრდა მსახიობისთვის დიდი გამოწვევა იყო, იმიტომ რომ ფაქტობრივად ორივე მთავარი როლია და განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო გიგა აბულაძე, რომელიც აი რაღაც ბეწვის ხიდზე გადის, რადგან აი ესეთი პერსონაჟის შექმნა ყოველთვის დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რომ არ გადაამლაშო, მაგრამ თან არც დააკლო. თან გამოაჩინო პერსონაჟის ხაზის განვითარება და ეს ყველაფერი გააკეთო, რაღაცა გეგმაზომიერად მიყვეს
ლოგიკას და ხო, თან ადამიანი არ უნდა იყო, მაგრამ ხარ ადამიანის მსგავსი არსება, ხო, რომელიც თანდათან ნელ-ნელა უახლოვდება ადამიანს, მაგრამ როგორ ადამიანს ესეც საკითხავია. მე ვფიქრობ, რომ მან კარგად გაართვა თავი ამ ამოცანას და რა თქმა უნდა, ეს ამას მარტო მსახიობი ვერ შეძლებს, მას სჭირდება რეჟისორი, რომელიც მას სწორად წარმართავს. ხოლო დოქტორი ფრანკენშტაინის ნოდარ მელაძის შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ცოტა კიდევ უფრო მეტი დამუშავება სჭირდება მის ხასიათს და ვიმედოვნებ, რომ შეიძლება ზოგჯერ ხდება ასე, რომ პრემიერაზე ჯერ არ არის მზად ის პერსონაჟი და შეიძლება გარკვეული რაოდენობის სპექტაკლის გარკვეული დროის შემდეგ დაიხვეწოს, ახალი ფერები შემატოს, ახალი კუთხეები შემატოს თავის პერსონაჟს. მე საერთოდ მგონია, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ზუგდიდის თეატრის მსახიობებს, ძალიან ბევრ მსახიობს. და ბოლო პერიოდში ამას ხშირად ვეჯახებით. მსახიობები რატომღაც იწყებენ თამაშის თამაშს. აი პირდაპირ სცენაზე ფეხი შემოადგამენ თუ არა უკვე შექმნილი ეს დრამატული სახე და მის პარალელურად ტექსტიც აუცილებლად უნდა თქვან თეატრალურად, გათეატრალებულად. აი რა საჭიროა ითამაშო განცდა. ანუ როცა შიგნით არ განიცდი, მე იწყებ ყალბად ამ განცდის თამაშს და ასეთ მომენტებს ამ სპექტაკლშიც შევეჩეხეთ და მე ვფიქრობ, რომ არტისტებს შეიძლება ვცდები, მაგრამ დაფიქრება საკუთარ თავთან მართებთ მაინც იფიქრონ ამაზე, რომ ნუ იწყებენ განცდების თამაშს. გოგი, შენ კარგად იცნობ ანანოსთან შედარებით ამ თეატრის დასს და იცი მათ მიერ შესრულებული ყველა როლი, ამიტომ სხვა მსახიობებზე მინდა გკითხო. კონკრეტულად ის, რომ ამ რეჟისორთან, რომელთანაც პირველად იმუშავეს საბა ასლამაზიშვილს გულისხმობ და ბევრ სხვა რეჟისორთან რო აქვთ ნამუშევარი, აქ შექმნეს თუ არა მათ რაღაცა განსხვავებული ტიპაჟები. თან, როცა ჩვენ საუბრობდით, რომ ზუგდიდის თეატრში ახალი მსახიობები გამოჩნდნენ, უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი კაშიამ დააბრუნა თეატრში ირაკლის ამუშია, რომელიც მე ვფიქრობ და არა მარტო მე, საბედნიეროდ, რომ იყო დიდი დანაკარგი ზუგდიდის თეატრისთვის. იქ მხოლოდ ეპიზოდურ როლს თამაშობს რაღაცა ქუჩის მაწანწალასი, თუ მესაფლავესი და არის გამორჩეული ტიპაჟი, რომელიც გამახსოვრდება უბრალოდ ამ ეპიზოდიდან. ლაშა მართალი ხარ შენ, მე მელაძეზე არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ის დებიუტანტია და რაზეც შენ საუბრობდი, სწორედ მელაძეში ძალიან აშკარად გამოიკვეთა, იმიტომ რომ პირველი სცენა როდესაც ის ფრანკენშტაინი გამოდის, არის ჩემი აზრით ძალიან სუსტია და სწორედ ის რაზეც შენ ამბობდი, აი აქ ცოტა გამოიკვეთა მის მიერ აი თამაშის თამაში, რასაც შეიძლება დაერქვას. თუმცა ვინაიდან ეს ჩვენ ნახეთ პრემიერაზე, ანანო მართალია, შეიძლება მერე თვითონ ეს ყველაფერი ცოტა გასწორდეს და გათანაბრდეს, თუნდაც იგივე სხვა მსახიობებთან ერთად. მეც ამიტომ გონია ბოდიში რომ უნდა ვთქვათ ეს, იმიტომ რომ კოლეგებმა შეიძლება ეს ვერ უთხრას მოერიდოს ის სტუმარი კაცი ამ ზუგდიდში ყველა სიყვარულით იღებს მას თეატრში და ნუ ვიღაცამ ალბათ უნდა თუმცა ბოლოსკენ თანდათანობით აი სცენები, როდესაც იგი უკვე თავის მეუღლესთან მეუღლეს იქვის განიცდის, ის იმ სამუშიასა და მისი მეორე მისი კოლეგის პერსონაჟებს დავალებას რომ აძლევს, რომ მიცვალებულები მჭირდება და მას სჭირდება ეს რა ქვია გვამები რომ ოპერაციები გააგრძელოს, ამ შემთხვევაში თანდათანობით მისი ეს ყველაფერი დამაჯერებელი თანთან ხდება. რაც შეეხება დანარჩენი მსახიობების და ზუგდიდის თეატრის მსახიობებს, რომლებიც ამ სპექტაკლში არიან დაკავებულები, აქ ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსი გამოიკვეთა და ეს არის ის, რაც ახასიათებს საბა ასლამაზიშვილის მუშაობის პრინციპს. იგი არ მუშაობს დიდხანს და როგორც წესი ალბათ არც მუშაობს მაგიდასთან, რასაც ჩვენ ვეძახით მაგიდასთან მუშაობას. სიღმე ის პირდაპირ გადადის სცენაზე, რამდენადაც მე ვიცი და უკვე პირველივე მეორე რეპეტიცია უკვე მიმდინარეობს ხოლმე პირდაპირ მიდის სცენაზე და სცენაზე ხდება მიზან სცენებში ხდება ხოლმე ესე იგი სპექტაკლის განვითარება და ეს ყოველშეურის ჩარს კიდევაც ნაწარმოებში სპექტაკლში, იმიტომ რომ ანსამბლური სპექტაკლი ნამდვილად შედგა.
იმიტომ რომ მიუხედავად ამისა, რომ ზოგს მეტი როლი აქვს, მეტი დატვირთვა აქვს, იქ კაკალია ისინი სახეობები ვინც არის რომ ერთი თამაშობს მოხუცს, რომელსაც ბრმა მოხუცს თამაშობს, მეორე თამაშობს ფრანკენშტეინის მამას, ეს ზუგდიდის თეატრის მსახიობები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ დასში არიან მუშაობენ. აი ისინი კარგად მოერგნენ რეჟისორის ამ სტილს, მუშაობის სტილს და შესაბამისად როლებიც დაახლოებით თითქმის ყველა როლი ერთ და იგივე დონეზეა შესრულებული და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა არის წარმატებული და განსაკუთრებით ეს მინდა ზეყო ჩარქაზიას რომელიც ერთი ეპიზოდია აი დავინახე თუმცა მას ორი როლი აქვს, იგი ორ როლს ასრულებს, მაგრამ ორივე როლში აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთსაგან და ორივე ძალიან ორგანული და ძალიან სწორი მიდგომით ასახიერებენ იმ პერსონაჟებს, რომლებიც აი ამ რეჟისორის მიერ არის შემოთავაზებული და წარმოდგენილი ამ სპექტაკლში. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ, ჩვენ საუბრობდით ზუგდიდის თეატრის სპექტაკლზე ფრანკენშტაინი. საუბრობდნენ ჩემი კოლეგები ანანო მირიანაშვილი და გოგი ყაჯრიშვილი. დროებით, გემშვიდობებით.